ორ ჯგუფში ჩატარდა კვლევა, ერთი სპიკერი შედიოდა ორივე ჯგუფში ერთი და იგივე პრეზენტაციით. ერთ ჯგუფში იყენებდა თვალებით კონტაქტს და ისე ყვებოდა პრეზენტაციას, მეორე ჯგუფში კი ზუსტად იგივე პრეზენტაციას ყვებოდა, მსახიობი იყო ეს ადამიანი და შეეძლო ზუსტად გამეორება ტექსტის, მხოლოდ თვალებში არ უყურებდა აუდიტორიის წევრებს. შემდეგ შეაფასეს ორგვარი კვლევა ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეაფასეს ინფორმაცია, თუ რა ინფორმაცია დაიმახსოვრეს აუდიტორიის წევრებმა მოთხრობილი და აღმოჩნდა, რომ ძალიან მცირე იყო ის პროცენტული მაჩვენებელი დამახსოვრებული ინფორმაციის იმ წევრებში აუდიტორიის, რომელშიაც ეს სპიკერი არ ამყარებდა თვალებით კონტაქტს, გაცილებით მეტი ჰქონდათ დამახსოვრებული იმ წევრებს აუდიტორიის, სადაც თვალებით მაქსიმალური ინტერაქცია იყო და შემდეგ კვლავ გაიმეორეს გარკვეული წლების შემდეგ იგივე კვლევა და უკვე არა მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრების ხარისხი იკვლიეს, არამედ განწყობა იკვლიეს აუდიტორიის წევრების და აღმოჩნდა, რომ იმ აუდიტორიის წევრებმა, რომელშიაც თვალებით კონტაქტს არ ამყარებდა სპიკერი, შეაფასეს სპიკერი როგორც არაპროფესიონალი თავისი საქმის არ მცოდნე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ერთ და იგივე სპიკერი, ერთ და იგივე თემით იყო ორივე ჯგუფთან შესული.